შესრიგის დამყარების ადგილზე არ დატოვონ. რუსული კანონის ნარჩენები, კორუმპირებული მოსამართლეები, პროპაგანდისტული მედია საშუალებები და სხვა მართლსაწინააღმდეგო საგნები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ძალა ხალხშია. რუსეთის მონებო, გთხოვთ გაათავისუფლოთ საქართველო. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გატარებული იქნება დაუწერელი კანონებით გათვალისწინებული ღონისძიებები. მოგესალმებით ისე ბატონების პირდაპირ ეთერში თქვენ თვალსაჩინოთ საპროტესტო მსვლელობას ბათუმში. ამჯერად გაფიცულებმა მოითხოვეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომა მას შემდეგ რაც გაიგო რომ იქ შეჩერდა პოლიტიკური თოქ-შოუები. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ასევე ხანმოწევენ საკონსტიტუციო სასამართლოსკენ, სადაც გაგრძელდება ეს საპროტესტო აქცია. არჩილ ბერძია პირდაპირ ეთერში ბატონების პირდაპირ ეთერში რატომ მოითხოვეთ? და არის თავი არგუმენტი, რის გამოც მოითხოვეთ აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომა. ჩვენ ნახეთ როგორ ემსახურება აჭარის ტელევიზია რუსულ რეჟიმს, სამწუხაროდ პოლიციელებიც მათ ემსახურებიან და არ დგანან ხალხის მხარეს. ისევე როგორც აჭარის ტელევიზია უნდა იცავდეს საზოგადოების ინტერესს და მუდმივ რეჟიმში უნდა აშუქებდეს ქვეყანაში, განსაკუთრებით აჭარაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებს, ჩვენ გვაქვს სრული უფლება რომ მოვითხოვოთ, იმიტომ რომ ამ ადამიანების ხელფასების გადამხდელები მათ ჩვენ და აჭარის ტელევიზია უნდა დაუბრუნდეს ხალხს. თქვენ მოითხოვეთ პირდაპირ ეთერი. რომელიც შემდეგ დაგმაყოფიდა ხო 2 დღის შემდეგ. კი, მაგრამ დღეს ისევ გააუქმეს პირდაპირ ეთერი და დახურეს კრიტიკული გადაცემები იქ, სადაც ისმოდა რომ რუსეთი ოკუპანტია. ეს ნიშნავს, რომ იძინა ივანიშვილის ხელში უნდა აიღოს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ არ დავუქმნით მათ სამშობლოს და საქართველოს. მადლობა, ეს არჩილდელიძე იყო ერთ-ერთი აქტივისტი, სტუდენტი, რომელიც არის მოძრაობის ავანგარდში. მოძრაობის თქვენ ახლა თვალსაჩინოთ გაფიცული ზონების მოძრაობას ბათუმში, რომელსაც გადმოინაცვლეს ძალიან ხანძრივი საპროტესტო მსვლელობის, საპროტესტო მოძრაობის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ცოტა ხნის წინ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა ჩამოიარეს აჭარის ტელევიზიასთან და მათ აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაციით იქ წაიკითხეს ერთ-ერთი ჟურნალისტის სიგნე ყურუას პოსტი, რომლის მიხედვითაც მისი გადაცემა ვეღარ გავა პირდაპირ ეთერში უკვე ამ კვირის ხუთშაბათს და სწორედ ამ პოლიტიკური თოქ-შოუების შეჩერება გაურკვეველი მიზეზით გააპროტესტეს სტუდენტებმა და ისინი ითხოვენ აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომას. აქ უკვე მობილიზებული არიან მიღბიანები, როგორც თქვენ ხედავთ, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს წინ. აქ ათობით მიღბიანი პირია, როგორც ხედავთ. ამ ქუჩის ორივე მხარეს თქვენ ხედავთ, რომ ათობით უკვე ნიღბიანია მობილიზებული მშვიდობიანი დემონსტრანტების პირისპირ. ეს შეგახსენებთ, რომ ჩვენ ახლა ბათუმში ვართ, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც გრძელდება საპროტესტო აქცია. ეს საპროტესტო აქცია არის უწყვეტი, უკვე მეხუთე დღეა გრძელდება პროტესტი, არა მხოლოდ ბათუმში, არამედ ქვეყნის მასშტაბით. საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები ამობენ, რომ ისინი არ გაჩერდებიან, არ აპირებენ გაჩერებას, როცა საფრთხე ექნება ქვეყნის დამოუკიდებლობას, ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, მას შემდეგ, რაც ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა ქართულმა ოცნებამ. ამ საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი მოთხოვნა არის ხელახლა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რადგანაც საქმე გვაქვს კონსტიტუციურ გადატრიალებასთან, როგორც ისინი აღნიშნავენ.
ჩვენ ვისმენთ არაერთ განცხადებას როგორც კონსტიტუციონალისტებისგან, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებისგან, იგივე ჰელსინკის კომისიის შეფასებაც გავრცელდა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის არალეგიტიმური, რადგანაც მათ არ ჰქონდათ უფლება ვიდრე საქმე არის გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში, ეცნოთ დეპუტატების უფლებამოსილება ახალი მოწვევის პარლამენტში. დღეს სწორედ ამიტომაც მოვიდნენ აქ სტუდენტები საკონსტიტუციოსთან, რომ ეს სასამართლო ის მიუხედავად რომ უკვე დაახლოებით 10 დღე არის შეტანილი საჩივარი როგორც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, ასევე წინამოწვევის ოპოზიციონერი დეპუტატებისგან ამ დრომდე სასამართლოს არათუ არ განუხილავს ეს არჩელი, არამედ ამ არჩელის დასაშვებობის საკითხიც კი არ განუხილავს. ასე მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელოვანი არჩელისთვისაც კი ვერ მოიცალეს ამ სასამართლოში მოსამართლემა. როგორც იცით, მოგვისმინოთ განცხადებები საკონსტიტუციოსთან. შეტანილია სარჩელი თქვენ ახლა უსმენთ სტუდენტ არჩილ ბერიძეს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც დაიწყო საპროტესტო მოძრაობა საქართველოში. ჩვენი კონსტიტუციური უფლება, რაც ნიშნავს ხმის ფარულობის პრინციპს. თუმცა ქართული ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლებამ კონსტიტუციური წესრიგი დაარღვია და ძალაუფლების მიტაცებას ცდილობს და ხალხის ნებას არ გამოხატავს. ჩვენი მთავარი მოთხოვნებია კონსტიტუციური სამართლიანობის ჩარჩოში დაბრუნება, რაც გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აღკვეთოს თვითმარქვია ჯგუფის მიერ ძალაუფლების მიტაცება. მეორე, ქვეყნის ევროპული კურსის დაცვა, სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარების უზრუნველყოფა. და ბოლოს, კრიზისის დასაძლევად ერთადერთი გზა არის ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ქვეყანაში შექმნილი ურთულესი პოლიტიკური კრიზისი და გამომდინარე მხოლოდ ერთადერთი გზა არის ხელახალი არჩევნები. ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა მე დარწმუნებული ვარ მათ პროფესიონალიზმში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დადგებიან ქართველი ხალხის გვერდით. მე დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, გაატარებენ ქართველი ხალხის ინტერესებს და საკონსტიტუციო სასამართლო იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი. მოუწოდებ კონსტრუქციულად, შვიდობიანად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს. ხო, ნუ მიიღეთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ახალგაზრდებს წამოართმევს მომავალს, რომელიც ჩვენ მშობლებს წაართმევს ღირსეული სიბერის შესაძლებლობას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უდიდეს ქვეყნის დატოვებისთვის. ამისთვის თქვენ დარწმუნებული ვარ, ეს პროფესიონალიზმი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ხელახალი არჩევნები. ანუ რუსული არჩევნების გაუქმება. თქოს მივუვარდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ ის არჩევნები, რომელიც მიიტაცა ქართულმა ოცნებამ, გააუქმოს. გააუქმეთ! 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 გამარჯვებათ დამკვირო ქართველებო! ეს ჩვენ ჩამოვედით ლანჩხუთიდან! კლასის მოსავლე შვილი მარიამ მოკოშინა აიღო პოსტერი და დააწერა მამაჩემი ამისთვის არ დაღუპულა და დღეს
როდესაც მეორე გაკვეთილზე შევიდა, მასწავლებელმა უთხრა, რომ მისი საქციელი არის სამარცხვინო და არ მოსწონს ის ახალგაზრდები, რომლებიც თურმე ამ ყველაფერს აპროტესტებენ. მარიამი 20 დღის იყო, როდესაც ემზარიმ ამ გმირმა ადამიანმა მარიამი მხოლოდ ერთხელ ნახა. მას შემდეგ ემზარი გმირულად დაეცა ჰინდისში. ამიტომ გავხსნელეთ მარიამი და დაუბრუნდით გვერდით მოსწავლეებო, ისიც ხოს თქვენთან დახმარებას. მარიამი ამბობს, რომ მას სხვანაირი ბრძოლა არ შეუძლია. მას მხოლოდ პოსტერის გამოქვეყნება შეუძლია და ქუჩაში გამოსვლა. ის ვერ აიღებს იარაღს, ის ვერ დადგება სხვადასხვა მიტინგებზე, მაგრამ დღეს თქვენთან ჩამოვიდა. გავხსნევთ მარიამი და გვერდში დაუვეკით მას. იგივე გმირა! კარგი, მარიამი ვერ იჭმის სიტყვას და ვერც დავაძალებთ. ძალიან დიდი მადლობა და მარიამის თხოვნაა, რომ ხვალ ის არის მე-11 კლასელი და მარიამის თხოვნა არის, რომ ხვალ ყველა მე-11 კლასელი დაუდგეს მას გვერდში და არ გამოცხადდეს სასკლასო ოთახებში. არ წავიდნენ სკოლაში. სხვა კლასებს ის არ მიმართავს, თუ გვერდში დაუდგებიან, თორემ მოწოდება სხვანაირს ვერ გააკეთებს. დიდი მადლობა. კაი, არ გინდა. შენ არ გინდა, გოჩა, მაგ ჩაწერია. კი მიდი ახლა კადრები გადაიხადე უცებ დავადი. ახლა მარიამის წვავენ და თავისუფლად იქცევიანო და თუ მოსწონს ასეთი რაღაცა შენოდა თუ ეთანხმები იმ ახალგაზრდებს, რასაც აკეთებენ და ჩემი პასუხი იყო, რომ მე ნამდვილად 100% ვეთანხმები იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან გამოსულებით ეს მიტინგზე და იცავენ თავიანთ ქვეყანას და მეც იმათ ქვეყნებში ვგავარ და ზუსტად იგივეს გავაკეთებდი, რასაც ისინი აკეთებენ და მისგან ჩემი ასეთი პასუხი იყო მოულოდნელი და ასე მითხრა, რომ შენი ეს საქციელი, ანუ არ მოულოდითო შენგან ასეთ საქციელს, ვითომ სხვა პასუხს ელოდნენ ჩემგან მირიშვილისგან, რომ ჩემს ქვეყანას არ დავიცავდი და არ გავაპროტესტებდი ასეთ მდგომარეობას და ჩემს არ დავაფიქსირდი. მითხრა, რომ შენგან არ მოველოდი ასეთ რაღაცას. რასაგანს გასწავლით? ხელოვნებას და ვითომ ანუ პირდაპირ არ ვთქვია, რომ ხო, ანუ როდესაც ასეთი რაღაცა პასუხი მივიღე მისგან, მე გადავწყვიტე, რომ დამეტოვებინა საკლასო ოთახი და თვითონაც მითხრა, რომ კი ბატონო, დატოვე საკლასო ოთახი, მიგზავნიო და ეს ბავშვები თუ მოყვებიან და წამოყვნენ და მე ვთქვი, რომ ვინც ჩემს გვერდში იქნება და დგას, ისინი გამოყვებიან უკან და მთელმა კლასი გამოყვა და მთელმა კლასმა ერთად დავტოვეთ საკლასო ოთახი და არ შევსულვართ პროტესტის. ეს რომელი საჯარო სკოლაა? ლანჩხუთის ნომერ მეორე საჯარო სკოლა. რო გითხრა მამაზე, აბა რამდენი წლის იყავი, როგორ იყო, რომ მამა დაიხმარა გახსოვს ეს რო გითხრა? 20 დღეს ვიყავი სულ რაღაც, როდესაც გარდაიცვალა ომში და თვითონ 27 წლის იყო და რაც ვიცი მის შესახებ, ყველაფერი გამოცემით, რომ ძალიან გმირი იყო სიცოცხლეშიც და ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანი, ბევრი არაფერი არ ვიცი, ყველაფერს გამოცემით. უფრო მეტი გითხარით მის შესახებ, როდის ჩაება ამ ომში, შინდისში დაეცა, ხო, როგორც ახლა გითხრათ? კიდევ რა შეგიძლიათ რომ გითხრათ მის შესახებ? რამდენი წლის იყო? აი სკოლა რო დაამთავრა, ეგრევე ანუ მისი ნება იყო, რომ წასულიყო ჯარში და ემსახურა ქვეყნისთვის და გმირულად ყოფილიყო და
როდესაც დაიწყო ომი, ანუ ოჯახის წევრებისთვის, მისი მეუღლისთვის არაფერი არ უთქვია მას და როდესაც ტელეფონზე ვერ უკავშირდებოდი, ძალიან გელავდა ოჯახის წევრები და აი ბოლოს უკვე რო დაიგეს რომ გარდაიცვალა, ანუ ეგეც ჩემი ძმის დნმ-ის ტესტით გაიგეს რომ თვითონ იყო ის და რამდენი წლის იყო? 17 არის. მე 17. მასწავლებელს იმის თქმა მინდა, რომ ძალიან სამართლიანო საქციელი გააკეთა და ამ საქციელს არანაირი გოდიში არ შორის და ასეთი მასწავლებლები არ უნდა იყვნენ სკოლაში და ბავშვებს არ უნდა ასწავლიდნენ იმას, რომ ისინი როდესაც ქვეყნის მდგომარეობას იცავენ და ქვეყნისთვის იბრძვიან, ეს სამართლიანო საქციელია და ასეთი მასწავლებლები არ უნდა გაჩერდნენ სკოლაში და მე უფროსი რო ვარ და ვხვდები რაც მითხრა და ვიაზრებ, ის როდესაც დაბალ კლასში შევა და ბავშვებს ასეთ უაზრო რაღაცას ეტყვის, პატარა ბავშვი არ ვიცი ამას რანაირად შეეგუება და მადლობა. მარიამ, თქვენი აზრით, თქვენი ხედვით, რა ეტაპზეა ახლა ქვეყანა, სად ვართ ახლა? რა ქვია ამ პროცესს? სადაც ახლა არის ქვეყანა? რა ელოდება ამ ქვეყანას, თუ კი ეს ვითარება შენარჩუნდება? ყველა ჩვენი ვარკვევით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და არ უნდა დავმარცხდეთ და არ უნდა დავიხიოთ უკან და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ან თქვენ ხედავთ ამ გარუსების საფრთხეს, რომ შეიძლება ეს ქვეყანა აიღოს ხელში რუსეთმა, წაიღოს რუსეთმა? ყველაფრიდან ხედავთ, რომ აი საგამოსტო მასალებიდან მოიღეს რუსეთის საქართველოს საქართველოს ისტორია ხრება და მე არავის არ ვიცნობ იმის უფლებას, რომ მამა ჩემის გმირობა და მისი მეგობრების გმირობა ძალიან მარტივად მოაშორო და ანუ ამ ქვეყნიდან მოაშორო განსხვავებას არ ვიცნობ. რატომ ამოიღეს ეს ნაწარმოებები თქვენი აზრით და აშინებს თქვა დემოკრატიული ღირებულებები ხელისუფლებას და ლიბერალიზმი, რაც ილიასთვის ასეთი ღირებული იყო ლიბერალობა? რომ აშინებს და არ დოდათ ასეთი რაღაცა შეიტანას და შიშის გამო ეს მარიამი ბათუმშია და არ თქვენი გვარი შემახსენეთ? თქვენი გვარი შემახსენეთ? მარიამ წილოსასუსნელი, თქვენ 16 წლის დიდი მადლობა თქვენ. იშინდის გმირის შვილია, რომელიც ბათუმში და ბათუმში საბატონო, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ამბავი, რაც ახლა მოგიყვა მარიამმა? ძალიან ძიმი ამბავია ჩემთვის. მე თვითონ პედაგოგი ვარ, შვილების დედა ვარ, შვილების დებია და შვილების. მე ზუსტად იმიტომ ვარ მოსული აქ, რომ მათი მომავალი დავიცავ. რისგან იცავთ? რა საფრთხელოდება ახლა მომავალს? უკან მივდივართ, წინ წასასვლელი უკან მივდივართ. ჩვენი ცხოვრება სულში ვარდება. ბავშვებს მომავალი არ ექნება. რატომ გამოყავთ ეს ნიღბიანები, ასევე რობოკოპები? რატომ გამოყავთ? ეს არის მშვიდობიანი აქცია და ამის საჭიროება არ არის. ნუ თუ მე გავზარდე ასეთი მოსწავლე, მე სირცხვილება. აი ნამდვილად მაგის მშობელსაც სირცხვილება. მის მასწავლებელსაც სირცხვილება, რომ ჭირის უფალი მიდგას. და მართლა დამდგარი ყოფილიყოს ასეთი ჭირის უფლად, აი ვინც ჩვენ ვინგრებს ცხოვრებას. ქართულ ოცნებას რას ეტყოდით? მე მახსოვს ხარ თქვენ ქუჩის გამოკითხებიდან ერთ-ერთი ვიდეოდან. აღარ ვიდართ, ძალიან ემოციაში ვარ, იმიტომ ეხლა რას ეტყოდით სხვებს, თანამოქალაქეებს რას ეტყოდით? რის დროა ეხლა და გამოვიდეს გარეთ. არ არის სახში დგომის დრო. რა შეიძლება შეიცვალოს ეხლა გარეთ გამოსვლით და პროტესტით? დიდი ძალა აქვს. ხალხის ძალა არის უზარმაზარი და იმეც მაძლევს ამ ხალხის ძალა. ამ ვამაყობ ჩემი ქართველებით, ქართველები შეუპოვართ. მადლობა, თქვენი სახელი შემახსენეთ? გვარი? ნუნუ დიასამძე, მადლობა. ასეთი იყო კიდევ ერთი მოქალაქის გზავნილი ბათუმში საპროტესტო აქციიდან. აქ გააკეთეს განცხადებები ახლა სტუდენტებმა, ასევე ამ აქციას შეუერთდა შინდისის ომში დაღუპული ერთ-ერთი გმირის შვილი მარიამ წილოსანი ლანჩხუთიდან.
და დაანონსდა ასევე ის, რომ საპროტესტო აქცია განახლდება დღეს 7 საათზე ბათუმში ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან და შემდეგ გადმოვლენ ისევ აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები. ამ დრომდე საპროტესტო მცველობა გრძელდებოდა ბათუმის ქუჩებში. დღეს სტუდენტებმა დაიარეს აქტიურად არაერთი ქუჩა. ისინი შეიკრიბნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში და შემდეგ მოიარეს არაერთი ქუჩა შესახილებით გაიფიცე, გამოდი გარეთ. ასეთი იყო მათი თავარი სათქმელი დღეს, რომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ დავიცვათ ქვეყანა. დღეს მოგეხსენებათ, რომ სტუდენტები გაიფიცნენ არაერთ უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის ბათუმში. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრაქტიკულად შეწყდა სასწავლო პროცესი, იშვიათი გამონაკლისების გარდა. სტუდენტები გამოვიდნენ გარეთ, ასევე ელექტრომასწავლებლების ნაწილიც 100-ზე მეტი ლექტორი, როგორც არის ცნობილი, შეუერთდა ამ გაფიცვას. ასევე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტშიც გაიფიცნენ, ასევე ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიფიცნენ და ასევე ამ საპროტესტო მოძრაობას შეუერთდა არაერთი სტუდენტი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. დღეს ისინი ამბობენ, რომ ეს არის რაღაც კონკრეტული პრობლემის დაძლევისკენ მიმართული საპროტესტო აქცია, არამედ ევროინტეგრაციის შეჩერება ნიშნავს პრაქტიკულად საფრთხის შექმნას ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და საფრთხის შექმნას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის. ასე რომ თუ გვინდა რომ გადავრჩეთ და გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და არ გახდეს ეს რუსეთის ნაწილი, ყველა უნდა გამოვიდეს საპროტესტო აქციაზე. ასეთია სტუდენტების მთავარი გზავნილი დღეს. ისინი გაიფიცნენ და არიან უკვე ქუჩაში. საპროტესტო აქცია განახლდება ბათუმში საღამოს 7 საათზე, ისევ აქ აჭარის მთავრობის სახლის წინ, სადაც ეხლა თქვენ ხედავთ, რომ მიღბიანი პოლიციელები არიან განლაგებული, ასევე მიღბიანები არიან ჩამწკრივებული საკონსტიტუციოსთან. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციაში არის გასაჩივრებული არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა, ის გაასაჩივრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ასევე წინამოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მაგრამ ამ დრომდე ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი სარჩელის განსახილებლად ვერ მოიცალეს, ან არ მოიცალეს მოსამართლეებმა და მათ არ განუხილავთ ეს სარჩელი. თუმცა იმის მიუხედავად, რომ მოსამართლეებს არ განუხილავთ ეს სარჩელი, ჩვენთან არსებობს კანონის დათქმა, რომ ვიდრე არ დასრულდება სასამართლოში საქმის განხილვა, მანამდე არ ჰქონდათ უფლება როგორც პარლამენტს, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოს, რომ გაემართათ პირველი სხდომა და იცნოთ ახალი მოწვევის პარლამენტის, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრების უფლება მოსილება. ამიტომაც კონსტიტუციონალისტების შეფასება არის ძალიან მკაფიო, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება უკვე არის არალეგიტიმური და საქმე გვაქვს კონსტიტუციურ გადატრიალებასთან. ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ჰელსინკის კომისიას. ასევე ჩვენ ნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელთაც მოთხოვნილია ხელახლა არჩევნების ჩატარება საქართველოში. პროცესი გრძელდება მეხუთე დღეა, ეს პროტესტი არის უწყვეტი, ქვეყნის მასშტაბით საყოველთაოა ეს პროტესტი და მათ შორის პროტესტი გრძელდება ბათუმში. საპროტესტო აქცია ბათუმში განახლდება საღამოს 7-ზე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, აი აქ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ეს ბათუმელების პირდაპირ ეთერი იყო. ეს იყო ჩვენ სიუჟეტებს ბათუმელები ჯირან გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.